ბიზნეს ინდუსტრია როგორც ამბიციური და წარმატებული ისტორიებით, ასევე დრამატული მარცხებითაა სავსე. კერძო კომპანიის გაკოტრება არც თუ ისე უცხო ფენომენია, თუმცა გაცილებით იშვიათია, როცა ერთ დროს ყველაზე მსხვილ და ცნობილ კომპანიებს, ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოებს, ვალების, არასწორი მენეჯმენტის, ბაზრის ცვლილებების და სკანდალების გამო ბანკროტის გამოცხადება უწევთ. ბიზნესის გაკოტრების გახმაურებული შემთხვევები კი კორპორაციებისა და ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მათ რისკების გადაზღვევაში ეხმარებათ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კომპანიის გაკოტრების ალბათ ყველაზე ცნობილი შემთხვევა Lehman Brothers უკავშირდება. 2008 წლისთვის Lehman Brothers ქვეყნის რიგით მეოთხე უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი იყო, რომელიც 639 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავდა. თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კომპანიამ ბანკროტი გამოაცხადა და 25,000 თანამშრომელი დაითხოვა. 1857 წელს დაფუძნებულმა საინვესტიციო ბანკმა 1930-იანი წლების დიდ დეპრესიას, ორ მსოფლიო ომს და სხვა მრავალ ეკონომიკურ კატასტროფას გაუძლო, ვიდრე გაკოტრებას მოაწერდა ხელს. ამის მთავარი მიზეზი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საბინაო ბაზრის კოლაფსი გახდა. 2004 წლისთვის ბანკმა რამდენიმე მსხვილი იპოთეკური კრედიტორი შეიძინა, რაც თავდაპირველად წარმატებულ სვლად ჩაითვალა, მაგრამ როდესაც იპოთეკურმა ბაზარმა პირველი ბზარები გამოავლინა, წარმატების ისტორია მარცხის ტრაექტორიით დაიძრა. 2008 წლის 15 სექტემბერს 619 მილიარდი დოლარის ვალით Lehman Brothers-მა გაკოტრება გამოაცხადა. Lehman Brothers-ის გაკოტრებამ შეძრა გლობალური ფინანსური სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის ლონდონის ოფისი და მისი საერთაშორისო წარმომადგენლობები დაიხურა და სესხები გაძვერდა. ამავდროულად მსხვილი საინვესტიციო ბანკის კოლაფსმა მსოფლიო ფინანსურ სისტემას რეფორმებისკენ უბიძგა, რის წყალობითაც დღეს ფინანსური ბაზრები უფრო რეგულირებულია. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ინოვაციურ და სწრაფად მზარდ კომპანიად იყო შეფასებული ერთ დროს Enron Corporation-ს, თუმცა მისი კოლაფსი ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საბუღალტრო სკანდალად იქცა. Enron-ი 1985 წელს ბუნებრივი აირის ორი კომპანიის შერწყმის შედეგად დაფუძნდა. საქმიანობა სწრაფად გააფართოვა და ენერგეტიკული კომპანიიდან დივერსიფიცირებულ სუბიექტად გარდაიქმნა. Enron-ის კრახი ძირითადად თაღლითური ბუღალტრული პრაქტიკით იყო გამოწვეული. კომპანიამ საიდუმლო გარიგებები გააფორმა და ვალების დასაფარად და დიდი მოგების წარმოსაჩენად სპეციალური ბიზნესები დააფუძნა. საბუღალტრო ფირმა არტურ ანდერსენის დახმარებით Enron-ი ინვესტორებს შელამაზებულ შედეგებს უჩვენებდა მაშინ, როცა მისი ფინანსური მდგომარეობა სინამდვილეში სავალალო იყო. Enron-ის თაღლითობის შესახებ ცნობილი 2001 წელს გახდა. მისი აქციები, რომლებიც მანამდე $90 ივაჭრებოდა, $1 დაეცა და დეკემბერში კომპანიამ 63.4 მილიარდის აქტივებით ბანკროტი გამოაცხადა. Enron-ის სკანდალმა სრულად შეცვალა მიდგომა, რომლითაც კომპანიები თავიანთ ფინანსურ ინფორმაციას განკარგავენ და აზიარებენ. ცვლილებები შევიდა შეერთებული შტატების კანონმდებლობაშიც და კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იქცა. მე-20 საუკუნის გიგანტმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა ბანკროტი 2009 წელს გამოაცხადა, რაც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მარცხად მოინიშნა. General Motors-ი 1908 წელს დაფუძნდა და ინდუსტრიის ლიდერად მალევე იქცა. კომპანიის მფლობელობაში იყო ისეთი ბრენდები, როგორებიც Chevrolet, GMC და Cadillac-ია. 2000-იან წლებში General Motors-ი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. გაიზარდა შრომის ხარჯები, შეიცვალა გლობალური ეკონომიკა და შემცირდა კომპანიის ბაზრის წილი. არასათანადო მენეჯმენტის და Toyota და Honda-ს მსგავსი უცხოური კომპანიების მზარდი პოპულარობის ფონზე 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა GM-ის პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. ადამიანებმა ახალი ავტომობილების ყიდვა შეწყვიტეს. კომპანიის შემოსავლები კი შემცირდა. 2009 წლის 1 ივნისს General Motors-მა ნიუ-იორკის სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა. გაკოტრების პირობების მიხედვით მთავრობა კომპანიას 50 მილიარდით დაეხმარა. თვითონ კი აქციების 60% მიიღო. ამ გარიგებამ GM-ს რესტრუქტურიზაციის და საბოლოოდ ბანკროტის დაძლევის შესაძლებლობა მისცა. General Motors-ის მარცხზე ხალხის მოსაზრება ორად გაიყო. ზოგი ფიქრობდა, რომ კომპანია საერთოდ უნდა გაუქმებულიყო. სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობის ხელშეწყობა აუცილებელიც იყო, რათა ქვეყანას ეკონომიკის გაუარესებისთვის არ შეეწყო ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიის გაკოტრებამ ავტომწარმოებლებს უბიძგა, რომ ახალ, ინოვაციურ და უფრო ეკონომიურ მოდელებზე ემუშავათ. სესხებისა და დანაზოგების უმსხვილესი ასოციაცია Washington Mutual Lehman Brothers-თან ერთად იპოთეკური ბაზრის კოლაფსმა ჩაყლაპა. ორგანიზაცია, რომელიც 1899 წელს დაფუძნდა, ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტად იქცა, განსაკუთრებით იპოთეკური სესხებისა და საკრედიტო ბარათების მიმართულებით. კომპანიის აღზევებაც და დაცემაც იპოთეკური სესხების ბაზარზე მის აგრესიულ ექსპანსიას უკავშირდება. ორგანიზაციამ არაერთი მსხვილი სესხი გასცა გაფუჭებული საკრედიტო ისტორიის მქონე პირებზე, ხოლო როცა საბინაო ბაზარი შენელდა, Washington Mutual-მა მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა. 2008 წლის სექტემბრის სულ რაღაც 10 დღეში ბანკის კლიენტებმა ანგარიშებიდან $16.7 მილიარდი დეპოზიტი
დეპოზიტები მოხსნეს. კომპანიამ დანაკარგების შევსება ვერ შეძლო. 25 სექტემბერს ფედერალურმა მარეგულირებელმა ის გაკოტრებულად გამოაცხადა. 307 მილიარდ დოლარიანი აქტივებით Washington Mutual ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი ბანკია, რომელიც გაკოტრდა. მისი აქტივების ძირითადი ნაწილი მთავრობის შუამდგომლობით JP Morgan-მა შეიზღიდა. ბანკის კოლაფსმა შეერთებული შტატების საბანკო სისტემის მანკიერებები გამოავლინა, განსაკუთრებით როცა საქმე იპოთეკურ სესხებს ეხებოდა. ამასთან, ორგანიზაციის მარცხმა კიდევ უფრო გააღრმავა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი. ადამიანებს კი დეპოზიტებისა და სესხების ინდუსტრია განსხვავებული თვალით დაანახა. სათამაშოების მაღაზიის უდიდესი ქსელი Toys R Us 70 წლიანი ოპერირების შემდეგ 2017 წელს გაკოტრდა. კომპანიამ, რომელიც 1948 წელს დაფუძნდა, როგორც ჩანს, ელექტრონული კომერციის აღზევებას ფეხი ვერ აუწყო. Toys R Us 2005 წელს კერძო ინვესტორთა კონსორციუმმა 6.6 მილიარდ დოლარად ნასესხები ფულით შეისყიდა, რამაც კომპანიას 5 მილიარდიანი ვალი დაადო. ვალის ფონზე ქსელს გაყიდვების ონლაინ არხების გაუმჯობესება აღარ შეეძლო და ვეღარ დიდ კომპანიებს გაუწია კონკურენცია. 2018 წელს Toys R Us-ის ყველა მაღაზია დაიხურა. ეს ისტორია ბიზნესებს ასწავლის, რომ ტენდენციებსა და სიახლეებზე ადაპტირება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდ სესხთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა და მათი გადაზღვევა. თაღლითობიდან და არასწორი მართვიდან დაწყებული ბაზრის დინამიკის ცვალებადობითა და გლობალური ეკონომიკური კრიზისებით დამთავრებული ბიზნესის გაკოტრებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. კომპანიებს ისხად არჩენიათ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში 5 უდიდესი ბანკროტი გაკვეთილად აქციონ და თავიანთ ბიზნესებს მოარგონ.